სლოვაკეთის ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ევროკავშირიდან გასვლისთვის ნიადაგის შემზადებაში სდევს ბრალს. რის გამოც გასულ კვირას მისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის დაიწყო მომზადება. თუმცა პრემიერმა საიდუმლო ანგარიშის წარდგენა მოიმიზეზა და მისთვის უნდობლობის ვოტუმის განსახილველად შეკრებილი პარლამენტის სხდომა საზოგადოებისთვის დახურულად გამოაცხადა. რის გამოც ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ფიცო, რომელმაც რუსეთთან დაახლოების გზა აირჩია, რითაც ქვეყანაში საპროტესტო განწყობები გამოიწვია, ახლა პროდასავლურ ოპოზიციას უკრაინული მაიდანის სტილის არეულობების მოწყობის მცდელობაში სდევს ბრალს. პრემიერი გასული წლის დეკემბერში მოსკოვშიც იმყოფებოდა, სადაც ვლადიმირ პუტინს შეხვდა, რათა მასთან გაზის მიწოდების საკითხები განეხილა. მე ვერ გავხსნი უშიშროების სამსახურის მოხსნების დეტალებს, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ოპოზიცია მაიდანისთვის ემზადება, აპირებს სახელმწიფო ფუნქციონირების პარალიზებას და ამისთვის უცხოეთის ქვეყნებთან თანამშრომლობს. მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი უნდა მოემზადოს ნებისმიერი კრიზისული სიტუაციისთვის, რომლის წინაშეც ევროკავშირი მოკლევადიან პერსპექტივაში დადგება. მან გაერთიანების შესაძლო დაშლის პროგნოზიც გააკეთა. ოპოზიციის თქმით, ეს არის მკაფიო მინიშნება, რომ ფიცო ევროკავშირიდან გასვლისთვის ემზადება. ეს მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რის შესახებაც ჩვენ დიდი ხანია ვაფრთხილებთ საზოგადოებას. ფიცოს მთავრობა ამზადებს ნიადაგს სლოვაკეთის ევროკავშირისგან გასაყვანად. ოპოზიცია მაიდნის მოწყობის შესახებ ფიცოს ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ პრემიერის უნდობლობის ვოტუმის საკითხს პარლამენტში მოგვიანებით ისევ დააყენებს.